ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკა აჩერებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ გუშინ დასავლური მედია ავრცელებდა. პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ის არის მოწოდებული მშვიდობისკენ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნისკენ იყვნენ მიმართულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავწმუნდეთ, რომ პაუზა ხელს შეუწყობს გამოსავლის პოვნას. ციტირებს ამერიკული მედია თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებს. ჯერჯერობით ოფიციალურად ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპს არ გაუკეთებია. ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას ამის შესახებ, მან განაცხადა, რომ ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით. ბლუმბერგისა და Fox News-ის ინფორმაციით, პაუზა გაჩერდება მანამ სანამ ტრამპი არ დარწმუნდება იმაში, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს მშვიდობის მიღწევას. ასევე ადმინისტრაციაში Fox News განუცხადეს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ და ეს არის დროებითი პაუზა. საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს პაუზა, ეს შეჩერება შეეხება მთლიანად ამერიკის სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც ჯერ არ გაგზავნილა და რომელიც ასევე გზაში არის და არის მოლოდინის რეჟიმში პოლონეთის გავლით. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი. ასევე CNN-ის ცნობით CNN-იც თეთრ სახლზე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ელის კონკრეტულ ქმედებებს ვოლოდიმირ ზელენსკისგან. ერთ-ერთი არის საჯარო ბოდიშის მოხდა იმის გამო, თუ რა შელაპარაკებაც მოხდა ოვალურ ოფისში თეთრ სახლში. მე შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას, თუმცა ის არის ღია მოლაპარაკებებისთვის მინერალების შესახებ, რაზეც იყო კიდევაც საუბარი, რისთვისაც ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავდროულად ტელეკომპანია Fox News-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც საუბრობს ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ჯეი-დი ვენსი, რომელიც ასევე იყო ამ შელაპარაკების მონაწილე. ჯეი-დი ვენსის თქმით, კარი ღია არის ამერიკის შეერთებული შტატების, თუმცა ზელენსკიმ უნდა დაიწყოს საუბარი მშვიდობაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ თქვა და შესაბამისად განაცხადა, რა თქმა უნდა, კარი ღია რჩება მანამ სანამ ზელენსკი მზად არის სერიოზულად ილაპარაკოს მშვიდობის მიღწევაზე. არ შეიძლება ოვალურ კაბინეტში მოსვლა, ან მე სხვაგან და შემდეგ მშვიდობის შეთანხმების განხილვაზეც კი უარის თქმა. როდესაც ისინი დაიწყებენ ლაპარაკს მშვიდობაზე, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი იქნება პირველი, ვინც ტელეფონის ყურმილს აიღებს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა.